მოგესალმებით, ამ ვიდეოში საუბარი იქნება პოზიტიურ ხედვაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი პროცესი ტრანსფორმაციის გზაზე არის ხედვის შეცვლა ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ. ეხლა ეს რას ნიშნავს? აი რომ დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო ადამიანებს, არიან ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ ეგეთი ბუნება, რომ ნებისმიერ მოვლენაში, ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური პროცესები დაინახონ. რაც არ უნდა მოხდეს, ყველანაირად ყველაფერს დადებითად აფასებენ. ეს მართლა ღვთის საჩუქარია. ეს არის ძალიან კარგი თვისება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ გაცნობიერებული ცხოვრების გზაზე, რომელიც დაგვეხმარება ტრანსფორმაციის და თვითშემოცნების გზაზე. არა რომ დავაკვირდეთ, ჩვენ გარშემო, შეიძლება ჩვენ თითოეულსაც ან ჩვენ მეგობრებსაც, ოჯახის წევრებსაც, კარგად რომ დავაკვირდეთ, პირველივე რეაქცია რაც აქვთ, თუნდაც რამე სიახლის გაგონებაზე არის ძირითადად ნეგატიური. ანუ თუნდაც ურეკავ ნათესავს, ან მეგობარს, ან ოჯახის წევრს და პირველივე რეაქცია არის, რომ რამე ცუდი ხო არ მოხდა. არა შეიძლება პირიქით კაი საქმისთვის урეკავდე, მაგრამ განწყობა, რომ ვაიმე დედა რამე ცუდი ხო არ მოხდა, არის ზუსტად ის ხედვა, რომელიც არის ნეგატიური. და თუ მოახერხებ და შეცვლი შენ ნეგატიურ ხედვას პოზიტიურისკენ, ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაციის პროცესი. ეს არის ძალიან დიდი გარდასახვა, რომელიც დაგეხმარება, რომ შენი ტრანსფორმაციის გზა შვიდად და წყნარად გაიარო. როგორც ვიცით, ჩვენი ცნობიერება ვლინდება ჩვენი ყურადღებით. ანუ ჩვენი ყურადღება არის ის ენერგია, სადაც მიდის ჩვენი ცნობიერი ენერგია. შესაბამისად, რასაც ჩვენ უთმობთ დროს და ყურადღებას, იმ პროცესს ვაძლიერებთ. და როდესაც შიში და ნეგატივი არის წამყვანი პირველი იმპულსი, გინდა არ გინდა შენი სასიცოცხლო ენერგია ზრდის ამ მოვლენას. ნათქვამი არის, რომ რასაც ელოდები, მომავალში ისიც გელოდება, იმიტომ რომ შენ თვითონ კვებავ იმ მდგომარეობას, ყველაფერს რო თავი დაანება. ამიტომ პირველივე ნეგატიური აღქმა მოვლენის ეს აუცილებლად შესაძლებელია. ამის შეცვლა ხელოვნურადაც შეიძლება, ანუ ჩარევით, სხვადასხვა პრაქტიკით. სხვადასხვა პრაქტიკით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს პროცესი და ასევე ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა უბედურება ან ცუდი მდგომარეობა იყოს ერთი შეხედვით ჩვენი მხრიდან ახკმადი, თუ მოვახერხებთ, რომ იმ ცუდში რამე პატარა ცირეთი კარგი მაინც დავინახოთ, ეს უკვე ძალიან დიდი ტრანსფორმაცია არის, ეს ძალიან დიდი გარდასახვა არის. ის რეალურად ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, არის დუალური. აქ არ არსებობს ცალსახად კარგი, ცალსახად ცუდი. იმიტომ რომ არის დუალური სამყარო. ცუდშიც არის კარგი და კარგშიც არის ცუდი. თეთრშიც არის ცოტა ბნელი და ბნელშიც არის ცოტა თეთრი. ამიტომ ცალსახად შავი ან ცალსახად თეთრი არ არსებობს. შესაბამისად, ყველა მოვლენას აქვს როგორც პოზიტიური, ასე ნეგატიური მხარე, მაგრამ შენი არჩევანია შენ ყურადღებას რაზე გაამახვილებ. თუ გააქვს უნარი, რომ ნებისმიერ ცუდ მოვლენაში დაინახო პოზიტიური მხარე, ჩათვალე რომ ძალიან გაგიმართლა. ეს არის ძალიან დიდი შრომა გაწეული უკვე შენი მხრიდან, რომელიც ძალიან დაგეხმარება თვითშემეცნების გზაზე. არის ასევე მეორე უკიდურესობა, რაც არ უნდა კარგი მოვლენა მოხდეს, აი რომ დავაკვირდეთ ადამიანები, ქართველები როგორ იქცევით, რაღაცა რაც არ უნდა კარგი მოვლენა მოხდეს, კარგად გავიცინებთ, კარგად ვიმხიარულებთ და მე ეგრევე მოდის აზრი, რომ ვაიმე დედა ეხა მას რამე ცუდი არ მოყოს და ხან ვიფურთხებით და ხან ხეზე ვაკაკუნებთ, რომ არიქა თვალი არ გვეცეს. რატო უნდა გეცეს, როდესაც შენ იმ მომენტში სიამოვნებას და ბედნიერებას განიცდი, მაინც გაგიჩნდა სადღაც შიში, აი ყველაზე ბედნიერ მომენტში მაინც გაიპარა რაღაცა იმპულსი, შიშის იმპულსი, რომელმაც იმ მომენტშივე შეწყვიტა შენი ბედნიერი აღქმა აი ამ მდგომარეობის. შესაბამისად, ესეც შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა, ამიტომ ესეც შეიძლება იყოს დასამუშავებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აღქმა, თუ რას აღვიქვავთ და როგორ აღვიქვავთ, იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერებაზე არის დამოკიდებული ჩვენი აღქმა. ჩვენ აღქმაზე არის დამოკიდებული თუ ის რა სამყაროში ცხოვრობთ. რა ამ სამყაროსაც აღვიქვავთ და რა სამყაროში ცხოვრობთ, ზუსტად ისეთი ფიქრები მოგდის თავში. ამ ფიქრებს მოყვება შესაბამისად ქმედებები, ქმედებებს მოყვება შედეგები და შედეგებს მოყვება დაკმაყოფილება ან დაუკმაყოფილებლობა ამ სამყაროში, ცხოვრებაში. შესაბამისად, ხედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხედვას ცვლის ცნობიერება, მაგრამ შეგიძლია პრაქტიკებით, მუშაობით, გაცნობიერებით შეცვალო ეს მდგომარეობა თავისთავად და შენი აღქმა შეცვალო უფრო პოზიტიურისკენ. ეს ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარება.